უყურე ლურჯი ავტომობილი ავტომანქანისთვის აი აქა გვაქვს ჩვენ წითელი ის არის ხედავ მარჯვენა მხარეს წითელი ის არის გვაქვს მარცხენა მხარეს არის დახაზული შავი ის არის ესე იგი ეს წითელ კონფიგურაციაში წრეში ჩასმული ნიშანი შენ გეუბნება რომ წითლათა გაქვს საქმე დაუთმეო გამოატარე ესო თუ გინდა ურემი იყოს თუ გინდა დანგრეული კამაზი იყოს რაც არ უნდა იყოს შენი ფუნქცია აქ არის დამთავრებული გაჩერდე უნდა 10 მანქანა 10-ვეს გამოატარებ 20 მანქანა 20-ვეს გამოატარებ ეხლა მეორე მხარეს იმას იქ თავის მხრივ ხედავ აი რა კვადრატშია გამიგე როგორც მანდარინა ხე რა კარგად არის და იქ კვადრატში გვეუბნება რომ იმასო მარჯვენა მხარეს წითელი აქო და შენია გზაო უპირატესობაო თითქმის კინაღამ ერთმანეთს წააგავს ეს ნიშნები მაგრამ როცა თვალიან ძღოლი და გარბის აქადა აშავებს ამობს ჩემი გზა მეგონაო მაგრამ როგორ გეგონა კაცო შენი გზა აქ არის წრე წითელი და გზალავია ამიტომ ეს ნიშნები რო არ გავდეს ერთმანეთს რადიკალურად განსხვავებულია კონფიგურაცია თვითონ მოყვანილობა და წრეში შემთხვევი ხარ წითელში ლურჯ კვადრატში შენია გზა რაც მთავარია ეს ნიშნები ხშირად ესე იგი ეშლებათ ხოლმე გზაჯვარედინზე დადგმულ ნიშნებში ეს მხოლოდ გზის შევიწროების მონაკვეთზე იდგმება კარგად დაიმახსოვრე ხიდების წინ სადაც აი რაღაცა კომუნიკაციები გაყავთ და ათხილი-დათხილია იქა დგას არავით არის გზაჯვარედინი ამ ნიშნებს უპირატესობისას არ ეხება და არ შეგეშალოს გზაჯვარედინზე ეს ნიშნები არ მუშაობს ეს ნიშნები მუშაობს მხოლოდ გზის შევიწროების ადგილას დავხაზოთ თუ გინდა მეორე ვარიანტი აი ესე უყურე აი აქა გაგშენ უკვე უპირატესობა და იქიდან რომ მოდისო გეუბნება ვინც მოდის წითელი აქო ვაგე აი ეს რომ მოდის და აქედან გზა არის შენიო გესმის შენ უნდა გაიარო აქ არის ჩანგრეული გზა ეხლა ჩანგრეული გზები ხო იცი საქართველოში მოდაშია ხიდები ინდრევა ისე აშენებდა ესე იგი და იმას იქიდან აქ ეს მრგვალი ქვია წითელი იმაში რომ წითლის ის არსებობა და შავი გამოატარო მიხვდი რა კარგი ის არის შედარება რომ გამორიცხულია რომ ძღოლს ერთი ნიშანი მეორეში აერიოს ამას ქვია უპირატესობა შემხედრ მოძრაობასთან ან შემხედრი მოძრაობის უპირატესობა ერთი სიტყვით ეს კარგად არის ახლა მე აქ მოყვანილი და ჩვენს მგონი კარგად ახსენით თუ ხო გაიგე რაღაცა დიახ